6 ივნისს თბილისში აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის განახლებული მრავალპროფილური კლინიკა გაიხსნა. კლინიკის შენობა, სადაც წლების განმავლობაში სეფსისის ცენტრი ფუნქციონირებდა, თითქმის დანგრეული, ამორტიზებული და ექსპლუატაციისთვის გამოუყენებელი იყო. მას შემდეგ, რაც ეს შენობა კომპანია ავერსის მფლობელობაში გადავიდა, ახალმა მფლობელმა მოახდინა მისი სრული აღდგენა მოწესრიგება. კლინიკაში, რომელსაც დიდი ხნის ისტორია აქვს, სრულად განახლდა პედიატრიული, ქირურგიული, გინეკოლოგიური, ინფექციური, ბავშვთა და მოზრდილთა რეანიმაციული დეპარტამენტები, ასევე საოპერაციოები და ემერჯენსის განყოფილება. კლინიკამ, რომელიც დღემდე არის სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო პრაქტიკული ბაზა და წლებია ქართულ მედიცინაში ახალ თაობებს ზრდის, შეინარჩუნა სახელოვანი ტრადიციები და პროფესიონალი პერსონალი. აქ დღეს 13 მედიცინის დოქტორი მოღვაწეობს. 30 წლის ისტორია აქვს, უფრო ზუსტად თუ ვიტყოდით, 30 წლის წინ გაიხსნა, სწორედ 30 წლის წინ. ჩვენ შევინარჩუნეთ ყველა ის სერვისი, რომელიც ჰქონდა და სამწუხაროდ წლების განმავლობაში შემდგომ ეს სერვისები იძულებული გავხდით, რომ შეგვეჩერებიათ აი მძიმე წლებში და აი მაგალითად პედიატრია რომ ავიღოთ. ნახეთ თქვენ როგორი პედიატრიული როგორი განყოფილება გვაქვს ახლა, თითქმის 15 წელიწადია შეჩერებული იყო მისი მუშაობა ამ განყოფილების. არის ულამაზესი, კარგი განყოფილება. დავამატეთ რამოდენიმე სერვისი, ეს არის ახლა რა თქმა უნდა ემერჯენსი სერვისი, ორივესთვის დიდების ემერჯენსიც აგვაქვს და პატარებისთვის ემერჯენსი. ეს არის პორტალი ფაქტიურად, საიდანაც ხდება ადამიანების მოყვანა და გადანაწილება, ძალიან კარგი დამოკიდებულება გვაქვს. მჭიდრო კონტაქტები ყველა, აბსოლუტურად ყველა სასწრაფოსთან და არ უქმნით არანაირ პრობლემას მოსვლის შემდეგ ისინი არიან დარწმუნებული რომ ეს ამოტყუები თავის გზას იპოვიან. ჩვენი აკვანი ისედაც ქირურგიული ჩირქოვანი ქირურგიის აკვანი იმ თავითვე ცნობილია რომ იყო და ეხლაც ასეთივე წარმატებით მუშაობს, ახალ თაობასაც აქვს და ეს ის და ჩვენი, ანუ ის ნიშა, ის რაც იყო ჩვენი, შევეცადეთ რომ არ დაგვეკარგა და ვიღებთ სულ ყველა დაავადებებს, რაც არის ინფექციებთან დაკავშირებული, დიდებისაც და პატარებისაც. კლინიკა აღჭურვილია უახლესი აპარატურით და პაციენტებს კომპიუტერული ტომოგრაფის, ციფრული რენტგენის და ეკოსკოპიური კვლევის სრულ სერვისს თავაზობს. უახლოეს მომავალში კლინიკას დაემატება გადაუდებელი ქირურგიის, ტრავმატოლოგიის და სისხლძარღვთა ქირურგიის დეპარტამენტები. გადაუდებელი ამბულატორიული დახმარების დეპარტამენტი მოიცავს იმ მძიმე გადაუდებელი პათოლოგიების მართვა, რომელიც მერთან მოყავს სასწრაფო დახმარების ბრიგადებს, ან კიდევ პაციენტები ზოგჯერ მოგმართავენ თვითდინებითაც. ეს არის როგორც მოზარდებში, ასევე ბავშვებშიც. ვიღებთ როგორც ინფექციურ პათოლოგიებს, ისევე სხვა ნებისმიერ თერაპიულ პათოლოგიას, ვიღებთ ქირურგიულ პათოლოგიებსაც. კლინიკა ჩართულია ჯანდაცვის ყველა პროგრამაში და პაციენტს კომფორტის, სანაცვლოდ ზედმეტი ერთი თეთრის გადახდაც არ უწევს. მოგესალმებით, ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, თქვენ უყურებთ ტელეკლინიკას და გადაცემის მესამე ბლოკში, როგორც დაგკვირდით, ჩვენ წარმოგიდგეთ სრულიად ახლად, ანუ 6 ივნისს გაიხსნა ოფიციალურად აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის მრავალპროფილური კლინიკა. ეს კლინიკა გუშინ არ დაარსებულა, უბრალოდ განახლებულია, ახლად გაიხსნა და ზუსტად ამ თემაზე სასაუბრად მოვიწვიეთ კლინიკის კლინიკური დირექტორი, მედიცინის დოქტორი ბატონი გიორგი ლობჟანიძე. მოგესალმებით, დიდი მადლობა მომბრძანებისთვის. ქალბატონი ლუიზა გალუბრიშვილი, გინეკოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელი. მოგესალმებით, ქალბატონი ლუიზა. ქალბატონი მარინა ჯავახიძე, სამის უნივერსიტეტის პროფესორი, პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მოგესალმებით, თქვენს დიდი მადლობა მომბრძანებისთვის და ბატონი ერეკლე გოცაძე, მედიცინის დოქტორი, ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მოგესალმებით, ყველას დიდ მადლობას მოგახსენებთ მომბრძანებისთვის. მე შეგახსენებთ, რომ ჩვენ მუშაობთ პირდაპირ ეთერში, თქვენ შეგიძლიათ დაერეკოთ სტუდიაში, დასვათ შეკითხვები და ჩვენი სტუმრები აუცილებლად გიპასუხებენ. სტუდიის ტელეფონის ნომერს ხედავთ თქვენს ტელეეკრანებზე. მაშასე ბატონო გიორგი, თქვენგან დავიწყოთ. როგორ გაიხსნა ეს კლინიკა, რას წარმოადგენს, ვის ემსახურებით და რა მიზნეს ისახავთ? ეს კლინიკა გაიხსნა ოფიციალურად გაიხსნა რამდენიმე დღის წინ, ივნისის 6 ივნისს, მაგრამ თავის საქმიანობას უკვე განახლებული სახით ახორციელებს 2017 წლის თებერვლიდან, მაგრამ ისე დიდი ტრადიციების ქვეყანა დაფუძნებული 1979 წელს ბატონი ვახტანგ ბოჭორიშვილის მიერ. და იმ დროს ეწოდებოდა სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრი. შემდგომ რამდენჯერმე მოხდა მისი სახელწოდების ცვლილება და ამჟამად დაწესებულების სახელია აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა. ამ სახით ფუნქციონირებს უკვე 2017 წლის თებერვლიდან. ტრადიციული მიმართულებები რაც იყო ამ დაწესებულებაში, ეს იყო სეფსისი და ინფექციური პათოლოგიები, ის რა თქმა უნდა ყველაფერი შენარჩუნებულია და ემატა
მას სხვა ახალი დეპარტამენტებიც, კერძოდ გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი, ეგრეთ წოდებული emergency, ცალკე პედიატრიული და ცალკე მოზრდითა emergency, ასევე პედიატრიული დეპარტამენტი და ბავშვთა რეანიმაცია. და ამასთან ერთად, როგორც უკვე მოგახსენეთ, შენარჩუნებულია ეს ტრადიციული მიმართულებები, რაც იყო. დაწესებულება ემსახურება ყველა სულ პირ საქართველოს მოქალაქეებს თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, მუშაობს სახელმწიფო ჯანდაცვითი პროგრამებით, ასევე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ასევე კერძო დაზღვევის მქონე პირებსაც შეუძლიათ ჩვენთან მიიღონ მომსახურება. დღეს თანამედროვე კლინიკაში გადამწყვეტია შედარებით, გადრები რა თქმა უნდა გადამწყვეტია, მაგრამ არანაკლებ გადამწყვეტია მისი ტექნიკური აღჭურვილობა. აი ამ კუთხით როგორ ახართ აღჭურვილი, რამდენად ძლიერია აპარატურული მომსახურე, ლაბორატორიის სამსახური, რამდენად გამართულია ეს ყველაფერი ამის შესახებ თუ შეიძლება. თვითონ შენობა, როგორც მოგახსენეთ, 80-იან წლებში აშენდა და ეს იმ დროს იყო, ასე ვთქვათ, მოწინავე სამედიცინო დაწესებულება, მაშინდელი სტანდარტებით ერთ-ერთი საუკეთესო იყო საქართველოშიც და ალბათ საბჭოთა კავშირშიც. მაგრამ შემდგომ 90-იან წლებში გავარტახებული იყო ცხადია ეს თვითონ ინფრასტრუქტურაც და ეს აღჭურვილობაც უკვე გაუვარდისებული იყო. ამიტომ მოხდა სრულად განახლება აღჭურვილობის თანამედროვე აპარატურა, კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი, რენტგენოგრაფიის აპარატი, ეკოსკოპიის თუ სხვა აპარატურა სრულად ახალია, საუკეთესო და ასევე მოხდა ინფრასტრუქტურის განახლება. ეს შენობა ძველი ნაწილი შენარჩუნებულია, მას მიშენება გაუკეთდა წინა ნაწილის ძალიან ლამაზი დიზაინის, როგორც გარედან, ასევე ინტერიერიც და ასევე ფუნქციონალურად სხვაგვარად გადანაწილდა ეს არსებული შენობების ფართი. რა თქმა უნდა, თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ ეს ექიმების გუნდი, რომელიც წლები აქ მუშაობს, ძირითადი ბირთვი ცნობილია თავისი მაღალი პროფესიონალიზმით, ცხადია და ეხლა უკვე მათ აქვთ შესაბამისი გარემო პირობები და აღჭურვილობა, რომ იმუშაოთ მაქსიმალური შედეგზე ორიენტირებულები იყვნენ და ჰქონდეთ საუკეთესო შედეგები. ანუ შენარჩუნდა მაღალკვალიფიციური კადრი, რომელსაც მიეცა საშუალება, რომ იმუშაოს თანამედროვე გარემოში, თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ კლინიკაში და რა თქმა უნდა მეტი რა არის საჭირო იმისათვის, რომ პაციენტი იყოს კარგად. წამყვანი ექიმი და თანამედროვე კლინიკა. ძალიან კაი. ალბათ მარმინდა თქვენთან გადმოვა შეკითხვა შეიძლება. პედიატრიული სამსახური ცნობილი იყო არა დღეს, არამედ უკვე ტრადიციულად ეს არის წამყვანი ბირთვი. აი დღეს როგორ ხვდებით პაციენტებს, როგორი მზადყოფნით, რა კონტინგენტზე ხართ ორიენტირებული და რას თავაზობთ, რა მომსახურებას თქვენი დეპარტამენტი. მოგესალმებით, დიდი მადლობა, რომ გვისტუმრეთ. მივესალმებით ტელემაყურებლებს. პირველ რიგში მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ ყველაზე მთავარი რაც გაკეთდა ამ კლინიკის განახლების დროს, ეს არის ეროვნული საქმე ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელის უკდავყოფა. ვინაიდან კლინიკა ისე ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობისაა, კლინიკის ფოიეში მისი ბიუსტი დგას და ჩვენი მომავალი თაობისთვის კვლავ გასახსენებელი და კვლავ სათაყვანებელი პიროვნება დარჩა. ჩვენ ხშირად გვიწევს ხოლმე მომავალ თაობასთან ბატონი ვახტანგის ისტორიის შეხსენება, მისი ღვაწლის გახსენება. იმ თაობისთვის, ვინც იმ პერიოდში ცხოვრობდა, ძალიან ცნობილია ეს და ყველა მისმა მოსწავლეებმა ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ მომავალ თაობას, ვინც ახლა ეუფლება მედიცინას და რომელიც ჩვენი მომავალი ბურჯია, ალბათ ნამდვილად საშუალო საქმე იქნება, რომ ეს ყველაფერი იცოდეს. ეს ნამდვილად ეროვნული საქმე იყო და ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, მე სიამაყით შემიძლია აღვნიშნო ეს და დიდი მადლობა კოლექტივის სახელით დამფუძნებელს აი ამ ეროვნული საქმისთვის. ეხლა რაც შეეხება პედიატრიულ დეპარტამენტს, მოგეხსენებათ, რომ პედიატრიული განყოფილება ამ კლინიკაში დაარსებიდან არსებობდა, სანამ როცა კლინიკა გაიხსნა, მაშინაც პედიატრიული დეპარტამენტი იყო და როგორც კლინიკის მაშინდელი პროფილიდან გამომდინარე, პედიატრიული სამსახურიც მხოლოდ სეფსისით დაავადებულ პაციენტებს ემსახურებოდა. რაღაც გარკვეული ტექნიკური პრობლემების გამო, სოციალური თუ მთელი რიგი პრობლემების გამო, რამდენიმე წელი, 10 წელი შეიძლება ითქვას, ეს სერვისი უკვე აღარ მიეწოდებოდა ჩვენგან მოსახლეობას. მაგრამ მას შემდეგ, რაც კლინიკა განახლდა, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა, შეიძლება ითქვას, რომ შეიქმნა, განახლდა და კიდევ შეიქმნა, იმიტომ რომ სერვისები დაემატა პედიატრიულ სამსახურს. ის პროფილი, რომელიც ახლა რომელსაც ახლა ჩვენ ვაწარმოებთ, რომელსაც ჩვენ ვაწოდებთ მოსახლეობას, ის ახალია.
რა იგულისხმება? ანუ რა არის ჩვენი კლინიკის უპირატესობები? ეს არის თანამედროვე ინფრასტრუქტურა. ეს არის კეთილმოწყობილი პალატები, რომლითაც ჩვენ დავხვდებით პაციენტებს. თანამედროვე ჰაერის გამწვევი და სავენტილაციო სისტემით აღჭურვილი ბოქსირებული სექტორი. ეს არის თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორია და გამოკვლევები, რომელიც უტარდებათ პაციენტებს. პროფესიონალთა გუნდი, რომელიც დახვდება, ასევე სასიამოვნო გარემო. მინდა გითხრათ სიამაყით, აი ალბათ სიუჟეტებშიც გამოჩნდა პედიატრიული დეპარტამენტის კედლები ანიმაციის გმირებით მოხატა თანამედროვე მხატვრებმა და ძალიან შვიდი გარემოა, კომფორტული გარემოა, როგორც პატარა პაციენტებისათვის, ასევე მათი მშობლებისათვის. ძალიან სასიამოვნოა, ამ თემას საოცრად გავაგზავნეთ, ხა მაყურებელი გულოდება შემოვიყვანოთ ეთერში და გავაგზავნოთ საუბარი. გისმენთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა. გამარჯობათ. სად მდებარეობს ეს კლინიკა? ეს კლინიკა მდებარეობს ყოფილი ინფექციური საავადმყოფო პავლოვზე. ანუ სრულიად ყაზბეგის 16. პავლოვი ბოდიში რადოს პავლოვია. ყაზბეგის 16 ეს არის ყოფილი ინფექციური საავადმყოფო ბეგური ყველა მიცის თბილისში. მაშინ დაუბრუნდეთ თქვენ თემას, ანუ არა მარტო აღჭურვილობა, არამედ გარემოც ბავშვების ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტრესში არ იყოს, ისაც ავადმყოფობა სტრესია და მით უმეტეს როცა კედლები ანიმაციის გმირებით არის მორთული, ეს ძალიან კარგია. გაგრძელით საუბარი შეერთყოდინებდა. დიახ და ნუ პირველ რიგში მინდა აღვნიშნო ჩემი კოლექტივის სახელით, რომ ისინი ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს. სასიამოვნოა ასეთ გარემოში მუშაობა. ეხლა ჩვენ როგორც ბატონმა გიორგიმ თქვა, ასე ვთქვათ, ახალგაზრდა ექიმები არა ვართ, რომ ვთქვათ ბევრი პერიოდი გამოვიარეთ, ესე ვთქვათ, სხვადასხვა გარემოში მუშაობის და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ექიმის განწყობას, ექიმის ვთქვათ შესვლას კლინიკაში, როგორი და ამაზეა დამოკიდებული შემდგომ ურთიერთობა ბევრი პაციენტის და მშობლის. და კიდევ მეორე მნიშვნელოვანი დამშვიდებული მშობელი, ასე რომ დროს შეხვალ კლინიკაში თითქმის აი ზოგჯერ ისმის ხოლმე ტირილი რაღაც, აქ ისეთი სამყარო, აი ჩვენ თვითონ გვსიამოვნებს აქ შესვლა ემდენად მკვდრო გარემოა. ისე მაყურებელს რაღაც საინტერესებს და გისმენთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. ალო. ალო. დიახ, გისმენთ. მოგესალმებით. გამარჯობათ. გამარჯობათ. მე ხლა თქვენ კლინიკაში გარეთ დავნახე და არაჩვეულებრივი იყო და ხა კადრებსაც უყურე, მართლა ფანტასტიკური გარემო არის. მე ყოველთვის მიჭირს ხოლმე ჩემი შვილისთვის კარგი კლინიკის შერჩევა. რა მაინტერესებს, ჩვენ იმედიელში ვართ დაზრდილი და მე მაქვს უფლება რომ იმედიელს მოვთხოვოთ, თქვენთან საჭიროების შემთხვევაში თქვენ მოგმართოთ ხოლმე? კი ბატონო, მადლობ შეკითხვისთვის, მაყურებელს მოეწონა თქვენი კლინიკა, თუმცა ის არის დაზღვეული იმედიელში. ამ შემთხვევაში რამე ტექნიკური პრობლემა ხარ შეხვდება. იმედიელის სადაზღვევო კომპანია იმედიელის პროვაიდერი ჩვენ ამჟამად არა ვართ. შესაბამისად, მაგრამ თქვა თუ პაციენტმა მოსთხოვა კლინიკას, კი ბატონო, პაციენტ შეუძლია მოვიდეს მომსახურება მიიღოს და შემდგომ აწარმოოს თქვათ. ანუ ამ შემთხვევაში როგორც თქვენ შეგიძლიათ მიბრძანეთ, გადაიხადოთ თქვენი ნაღდი ფული და შემდეგ ფორმას და ქვითრებს წაიღით სადაზღვევო კომპანიაში და ისინი დაგიბრუნებენ იმ თანხას, რაც გეკუთვით, არა? ანუ პროვაიდერები როცა არ არის, ეს ნიშნავს, რომ თქვენ თანხას იხდით, მაგრამ ამის საბუთები მიგაქვთ თქვენ სადაზღვევოში და ისინი გიბრუნებენ თანხას. ერთი მინდა დავამატო, რომ ზოგჯერ როდესაც გაჟღერდება ხოლმე ინფორმაცია, რომ აი ძალიან კარგი კლინიკაა, ლამაზია, კეთილმოწყობილია, კერძო პირმა გააკეთა, ყოველთვის იბადება კითხვა, რომ იქ ძვირი იქნება მომსახურება. ხო, ეს არის ხოლმე ისიში, რომ ისეთ კაია რომ ალბათ მიუცნობელია. პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ და ამაში დამეთანხმება ჩემი კოლეგები და ნუ კლინიკის ამდენი ხნის საქმიანობა რამდენიმე თვეა. აბსოლუტურად ყველა პროგრამით სარგებლობს პაციენტი. საყოველთაო პროგრამა სრულად მიეწოდება პაციენტს. ინფექციური პროგრამა ხორციელდება ჩვენთან. პაციენტის 20%-იანი თანადაფინანსებით ან სადაზღვევო კომპანიის თანადაფინანსებით. ესე იგი, სრული შემთხვევა, რომელიც ფინანსდება სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის ყველა სიკეთე მოქმედებს ეს კლინიკაში. აბსოლუტურად ყველა სიკეთე, არანაირი დამატებითი ხარჯები, არანაირი დამატებითი გადასახადი, აი ამ კარგი გარემოსთვის პაციენტს არ აქვს გადასახადი. ეს ძალიან დროული შეკითხვა იყო, იმიტომ რომ სტაციონარულ კომპონენტს გულისხმობთ. სტაციონარულ კომპონენტს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის. იმის და მიხედვით ვის რა დოზით ეკუთვნის რა დაფინანსება, ეს დაფინანსება მოქმედებს თქვენს კლინიკაში ჩვეულებრივად როგორც სხვა კლინიკაში. კი ბატონო, როგორც არის დღეს დიფერენცირებული პაკეტები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის, ვის როგორც ეკუთვნის, შესაბამისად ანაზღაურებით ხდება. ანუ სახელმწიფოს და კერძო პირის თანაგადახდით. ანუ კიდევ ერთი შეკითხვა აქვს, რომელიც პროდიუსერს დაუწევს, თუ შეიძლება კიდე დეპარტამენტები რო ჩამოვთვალოთ, რა სერვისებს სთავაზობთ მომხმარებას. წარმოდგენილია პედიატრია, გინეკოლოგია, ქირურგია, აქ არის ამაზე ვილაპარაკებთ. კიდევ რა რეანიმაცია, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტი, ასევე თერაპიული განყოფილების დეპარტამენტი
და გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი, როგორც აღნიშნე, თავიდან ეს იგივე emergency, რომელიც მოიცავს როგორც პედიატრიულ, ასევე მოზრდილთა განყოფილებებს. და რეანიმაცია ასევე არის პედიატრიული და არის მოზრდილთა. ანუ ფაქტურად სრული სპექტრი გვაქვს წარმოდგენილი და შეგვიძლია ძირითადი არის მიმართულებები აქ არის. კაპიტან ლუიზა მოდით დრო გადავანაწილოთ რომ ყველა დეპარტამენტში შეხვდეს. აი გინეკოლოგიის სამსახური როგორ არის წარმოდგენილი და რას თავაზობთ? გინეკოლოგიური სამსახური როგორც კაპიტანმა მალვინამ აღნიშნა პედიატრიულზე გახსნის დღიდანვე არსებობდა ჩვენს კლინიკაში, მაგრამ ქონდა პროფილური მიმართულება. ესე იგი სეფსისით იყო დატვირთული, ძირითადად ლოგინობის ხანის სეფსისით მეტად მნიშვნელოვანია, ვინაიდან სეფსისი აქტუალური პრობლემაა მეანობა გინეკოლოგიაში და მნიშვნელოვნად განსაზღვრავს დედათა სიკვდილიანობას და რეპროდუქციულ ჯანმრთელობას. ამიტომ ბატონმა ვახტანგმა შეიმუშავა ორგანიზაციული პრინციპები და ამ პრინციპების საფუძველზე სიკვდილიანობა შემცირდა 7.90%-მდე თქვენ წარმოიდგინეთ 20-40%-ია მსოფლიო მაჩვენებლების სიკვდილიანობის ამ პრინციპების საფუძველზე. დღესდღეობით დღეს ჩვენ თავაზობთ ვაგრძელებთ იგივეს, მაგრამ კეთდება ყველა სახის ოპერაცია, ამბულატორიული მომსახურება, კონსერვატიული მკურნალობა და ყველა ის სერვისები, რაც სახელმწიფოს მიერ არის გათვალისწინებული. ანუ თუ ესეთი სერიოზული პრობლემის დაძლევა შეძლებთ, რიგით მელოგინეზე უკვე არც არის საუბარი. ყველა გართულებული მელოგინე საქართველოს მასშტაბით გადმოდიოდა ჩვენთან. ამან დააგროვა უდიდესი კლინიკური მასალა და გამოცდილება, ჩამოყალიბდა სკოლა. ბატონ ვახტანგ ბაჭორიშვილის პედაგოგიურმა მოღვაწეობამ და ამ კლინიკურმა მასალამ ჩამოაყალიბა უდიდესი სკოლა ამ დარგში. ანუ თქვენთვის სირთულეები უკვე აღარ არსებობს. აუცილებლად დაუბრუნდეთ ამ თემას, მაყურებელი შემოვიყვანოთ. გისმენთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. ალო. ალო, კარდიოლოგიური გაყოფილება თუ არის კარდიოლოგიური კი ბატონო, ცუდად ისმოდა, აინტერესებთ კარდიოლოგი გაყოფილება თუ არა? ამჟამად არ არის კარდიოლოგიური გაყოფილება. ამჟამად ჯერჯერობით არ არის კარდიოლოგიური გაყოფილება გახსნით, რაც გვაქვს ჯერჯერობით იმას წარმოადგენთ. დაუბრუნდეთ გინეკოლოგიას, ანუ რთული პაციენტები და გადავიდეთ ყველა პაციენტზე. ყველაზე გართულებული პაციენტები მოდიოდნენ ჩვენთან, მაგრამ დღეს ახლა ამ რაოდენობა გართულებულების იმდენი აღარ შემოდის, ვინაიდან თვითონ უკვე ადგილზე კლინიკები გაიზარდნენ სამშობიაროები და ადგილზე ხდება მათი მკურნალობა, ჩვენ დავდივართ საკონსულტაციოდ, მაგრამ კეთდება ყველა სახის ოპერაცია, ყველა სახის კონსერვატიული მკურნალობა. ანუ ამბულატორიულად და სტაციონარულად ნებისმიერი სახის. ანუ ორივე გაქვთ, ანუ ამბულატორიაც და სტაციონარიც. ამბულატორიაც, სტაციონარიც. აქაც რა თქმა უნდა, ისე ფინანსები, როცა კაი კლინიკა ერიდება. როგორც სახელმწიფოს აქვს და როგორც ყველა კლინიკაში, თქვენთანაც მოქმედებს ყველა ის შეღავათი, რაც არსებობს. ეს იქნება მშობიარე თუ ორსული თუ მშობიარები ჩვენთან არ მშობიარობს არ იღებს. არა, გინეკოლოგიური გაყოფილება პერსპექტივაში არის, მაგრამ ჯერჯერობით არა. გინეკოლოგიური დეპარტამენტი. გინეკოლოგიური დეპარტამენტი. ანუ კონკრეტულად გინეკოლოგიის გარეშე. მეანობის გარეშე, բայց პაყურავი რო იცოდეს, ზუსტად ეს არის გინეკოლოგიური დეპარტამენტი და თუ რაიმე გინეკოლოგიური პრობლემა არის, ყველა პრობლემის მოგმართონ ყველა პრობლემის შეუძლიათ მოვიდნენ და მithuis თავიანთი დაფინანსების, რაც კი არის გათვალისწინებული საზოგადოებრივი დაზღვევით და კერძო დაზღვევას კიდე უკვე სადაზღვევო კომპანიებთან უნდა გაერკვეს, არის თუ არა მისი კომპანია დამფინანსებელი ამ პროცედურების. კი ბატონო ერეკლე, თქვენთან ახლა ქირურგიული გაყოფილება როგორ არის წარმოდგენილი და რა მიმართულებებით? მოგესალმებით. ქირურგიული გაყოფილება თავიდანვე როდესაც დაარსდა, როგორც გინეკოლოგია, როგორც პედიატრია მერე და როგორც თერაპიული გაყოფილება, ასევე გაიხსნა ქირურგიული გაყოფილება. ქირურგიული გაყოფილება ემსახურება ზოგად ქირურგიას, შეგვიძლია ზოგადი ქირურგიის, მაგრამ მაშიდანვე, ბატონი ვახტანგის პერიოდიდან მაინც მიმართულება ჰქონდა ჩირქოვანი ქირურგიისა და სეფსისის, ქირურგიული სეფსისის მიმართულება. ჩირქოვან ქირურგიაში შედის ყველა ჩირქოვანი პათოლოგია, რბილი ქსოვილების, ანაერობული ინფექცია შედის, დიაბეტური ტერფის ქირურგია და ყველა გართულებული მოცლის ზღვის ქირურგიული პათოლოგია. ასე რომ მოვიცავთ როგორც ზოგად ქირურგიას, ასევე ჩირქოვან ქირურგიულ გაყოფილებას, ჩირქოვან ქირურგიულ პათოლოგიას. ანუ თქვენს ყველაზე გართულებული, ანუ ჩირქოვანი ქირურგია ერთ-ერთი უხტულესი კარგი არის, ეს არის ძირითადი თქვენი ნიშა, რომლითაც მოღვაწეობთ და ეს სეფსისი, რომელსაც სჭირდება ქირურგიული ჩარევები.
ავადმყოფების სეფსისით, რომელსაც ქირურგიული ჩარეები. ანუ გრძელდება ძველი ტრადიციები, ფართოვდება კლინიკა, აღიჭურვა თანამედროვე აპარატურით და თანამედროვე ყველანაირი ტექნიკური რესურსით. ასევე საოპერაციოები აღიჭურვა ძალიან კარგი, ასევე აღჭურვილია საოპერაციები, როგორც საკვლევი, გამოსაკვლევი განყოფილებები, ასევე საოპერაციოები და სრულიად თავისუფლად შეგვიძლია ყველა ოპერაციის წარმატებით წარმოება. კი ბატონო, ეხლა მაყურებელია ისე ეთერში შემოვიყვანთ. გისმენთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. ალო. მოგესალმებით, გამარჯობათ. ასეთი კითხვა მაქვს, სტუდენტური დაზღვევა თუ მოქმედებს, აი სტუდენტები რომ მოვიდნენ. სტუდენტური დაზღვევა ეს ბატონო მოქმედებს, ანუ ეს არის საყოველთაო პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტია, რაც სტუდენტებს აქვთ, მათ უბრალოდ აქვთ გადახდის სხვა პრინციპი და შესაბამისად ცხადია მოქმედებს. ანუ ყველა სადაზღვო სიკეთე რაც არის დაწესებული სახელმწიფოს მიერ, ყველა პაკეტი მოქმედებს. ეს იმის დამიხედ თქვენ რამდენად რომელ კატეგორიას მიეკუთვნეთ, ეს იქნება საპენსიო ასაკის სტუდენტური თუ ჩვეულებრივი, ეს უკვე ადვილი გასარკვევია თვითონ ჯანდაცვის ვებგვერდზე, თქვენ რომელ კატეგორიას მიეკუთვნებით, რა გეკუთვნით, რამდენ პროცენტში და ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია წამოვალ კლინიკაშიც. ანუ არაფერი საშუალება არ ემუქრებათ. არა, უბრალოდ კიდევ ერთხელ განმარტოთ, ჩვენთან არ არის გეგმიური ამბულატორიული მომსახურება საყოველთაო პროგრამის ფარგლებში. ანუ ოჯახის ექიმის მომსახურება არ არის, თუ ამას გულისხმობს მაყურებელი. მაგრამ სტაციონარს ეს არის. სტაციონარს ეხება, თუ ესე ანუ სტაციონარში მოთავისუფლად. თავისუფლად ასევე გადაუდებელ დახმარებას მიიღებს შესაბამისად ამ პროგრამის ფარგლებში. ანუ ამბულატორიული მომსახურება ოჯახის ექიმის სახით არ არის, დანარჩენი ყველაფერი შეგიძლიათ არ არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფორმა. თორე ისე ამბულატორია თვითდაფინანსებით არის. და ყველა შეგიძლიათ არის ცხადია. შეუძლია ისარგებლოს ამ მომენტიდან, აი როგორც საინტერესებთ, ყოველთვის საინტერესებდა გვეკითხებიან ხოლმე, რა შემთხვევაში შეიძლება მოგმართოს ბავშვებმა. ხო, აუცილებელია. უნდა გქონდეს, რომ ვიღაც განახლებულია მეთქი, უბრალოდ სერვისი რა არის დამატებული. ესე იგი, პაციენტები 28 დღიდან 18 წლის ჩათვლით, 18 წლამდე, უფრო სწორად, ახალშობილებს ამ ეტაპზე არ ვიღებთ. ცხელებით, ტემპერატურის მომატება. ეს იქნება ხანმოკლე თუ ხანგრძლივი ცხელება. ნაწლავთა ინფექციები, ზემო და ქვემო სასუნთქი გზების ინფექციები, ბავშვთა ასაკის ინფექციური დაავადებები, როგორიცაა წითელა, წითურა, ყივანახველა, კუნთრუშა და ასე შემდეგ. ანთებითი დაავადებები სხვადასხვა ორგანოების, დაწყებული საშარდე სისტემის ანთებითი დაავადებებიდან დამთავრებული ჰეპატიტებით, ეს იქნება ვირუსული, ბაქტერიული თუ პარაზიტული ეტიოლოგიის. ასე რომ ყველა შემთხვევაში ბავშვი, რომელიც ან მშობლის მიერ, ან სასწრაფო გადაუდებელი სამსახურის მიერ მოყვანილი იქნება გადაუდებელი ამბულატორიული დახმარებისათვის, მას ჩაუტარდება სახელმწიფო პროგრამით გადაუდებელი ამბულატორიული დახმარება, შესაბამისად თუ ბენეფიციარია საყოველთაო დაზღვევის, ეს მის უფასოდ ჩაუტარდება. თუ პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი გახდა პირველ 24 საათში პაციენტი მიდის ბინაზე გაუმჯობესებული და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში იმის მიხედვით როგორი სიმძიმისაა ხდება ჰოსპიტალიზაცია ან კლინიკაში შესაბამისად სხვადასხვა განყოფილებებში, სხვადასხვა პალატებში და მძიმე შემთხვევაში ბავშვთა რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც პირველი თუ მეორე დონის დახმარება შესაბამისად უტარდება. ეს ყველაფერი თქვენს კლინიკაში ხდება. ეს ყველაფერი ჩვენს კლინიკაში ხდება. 24 საათიანი გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება და შესაბამისი მონიტორინგი, ანუ ჯერ როგორც მიგზავნებით ამბულატორიაში, იქ ჩაგიტარდება კონსულტაცია, გადაუდებელი იქნება თუ რიგითი, ყველანაირი დახმარება ჩაგიტარდება, თუ საჭირო იქნება თქვენი განთავსება სტაციონარში, სტაციონარის უზრუნველყოფა, ყველა სახის დახმარების აღმოსაჩენად. ეს იქნება რეანიმაციული განყოფილება თუ თერაპიული განყოფილება, ორივე მუშაობს ინსტრუმენტული თუ ლაბორატორიული გამოკვლევები კატეს ჩათვლით 24 საათიან რეჟიმში, რენტგენი, ანალიზები, კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევა, ყველაფერი 24 საათის რეჟიმით მიეწოდება პაციენტს. და კიდევ ის ვიდა ვთქვა, რომ თქვენ ბრძანებით სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზა და ეს რამდენად გიწყობთ ხელს, გიშლით ხელს თუ როგორ არის ეს? აფხრი როგორ ართმევთ თავს? დიახ, მინდა გითხრათ, რომ მე ჩემ და საამაყოდ მინდა ვთქვა, რომ ეს მე ძალიან სიამოვნებს, რომ ამ სკოლის აღზრდილი ვარ და ეს მარტო კლინიკა არ იყო არასოდეს, ეს ყოველთვის იყო სკოლა, როგორც ქალბატონო ლუიზამ ბრძანა.
აქ ახალგაზრდები იზრდებოდნენ, მუდმივად ხელოვნდებოდნენ და ყოველთვის იყო სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზა, მაშინაც კი როცა სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრი იყო კიდევ ექიმთა დახელოვნების ბაზა, როცა სანამ ეს არსებობდა ექიმთა კვალიფიკაციები და ამ ეტაპზეც ეს ტრადიცია გრძელდება. დღეს ეს არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზა, სადაც მოდიან ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები შესაბამისად ინფექციური დაავადებების შესასწავლად, საშუალება აქვს ნახოს პაციენტები, იმუშაოთ თეორიულად და არა მარტო კლინიკურ საქმიანობას, არამედ სამეცნიერო საქმიანობასაც და აი მომავალი თაობის აღზრდასაც ემსახურება ეს კლინიკა. Ძალიან სასიამოვნოა და კიდევ რაც შეეხება ქირურგიას, მაყურებელს საინტერესებდა მე სპეციალურად გითხოს, რომ თვითონ აღჭურვილობა ინტერესებს კიდევ ერთხელ ეს ფილტრაციის და ეს სისტემები თუ არის უზრუნველყოფილი საოპერაციო და არა ცოტა რომ აუხსნათ და პლუს ამას პოსტოპერაციული მოვლა პაციენტის როგორ არის უზრუნველყოფილი. აი საოპერაციო სრულად აღჭურვილი არის ფილტრი გამწვავი სისტემებით მთლიანად სრულად აღჭურვილი არის ახალი აპარატურით საოპერაციოები და პოსტოპერაციული პერიოდი არის პოსტოპერაციული პალატები, სადაც ავადმყოფი ოპერაციის შემდეგ თავსდება, თუ მას სჭირდება თუ არა და ის ჩადის თუ შედარებით მსუბუქია, ის ჩადის განყოფილებაში. Post-operațiuli perioadi შეიძლება გაგრძელდეს შემდეგ რეანიმაციო იყო და რეანიმაციული განყოფილებაში გადადის და თუ არა და ჩადის მე აგზელებს კურნალობას ქირურგიულ განყოფილებაში. ანუ ყველაფერი მოწყობილია და შეიძლება დიდედაური შეკითხვა, მაგრამ აი ჩირქოვანი ქირურგია ყველაზე ისეთია რთულიც არის და მეორეს მხრივ როცა მოდის სხვა პაციენტიც აქ როგორ ხდება სეპარაცია რომ ჩირქოვანი პროცედურით დაბინძურების არა ნუ დილათაც უდოეზე გეკითხები. ხო არ წარმოადგენს ეს სრული დაცვა არის, სრული როგორც ჰაერის, ისე ადგილობრივი სრულიად დაცული არის ავადმყოფი, ისე რომ ერთი ავადმყოფიდან მეორე ავადმყოფზე ჩირქოვანი ქირურგიული პათოლოგიის გადაცემა არ ხდება. გამორიცხული. ეს არის გამორიცხული საერთოდ. ხო არა თქვენ ამის გამოსწრება გაქვთ, მაგრამ მაყურებელს საინტერესებდა და მეც ვიდეო ჩაგეკითხეთ რომ ეს ლოგიკურად ესეა ხო რომ დაცულია ყველანაირი ნორმალ სოფლიოს სტანდარტებით და ასევე ჩვენი კანონმდებლობით განსაზღვრული სანებართო პირობები შესაბამისად ჰაერის ფილტრაცია რომელიც ძალიან მაღალ დონეზეა მოწყობილი ასევე ჰაერცვლის ნაკადურობა რასაც ითვალისწინებს სტანდარტები და ასევე დამუშავება სანიტარულ ჰიგიენურ ნორმების დაცვაც მაღალ დონეზე შესაბამისად. თქვენ ზუსტად ამ დარგით ახართ ცნობილი რომ ზუსტად ჩირქოვან ქირურგიაში შეგიძლიათ გავუმყარდეთ ასევე დავამატებ რომ რამდენიმე საოპერაციოა შესაბამისად იქ გაყოფილია პროფილების მიხედვითაც. თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც ყოველი ოპერაციის შემდგომ ისე ხდება დამუშავება საოპერაციოს, რომ იქ მიღწეულია შესაბამისად დეზინფექცია და სტერილობა სადაც საჭიროა. ანუ ყველანაირი სტანდარტის დაცვით და ყველაფერი არის დაცული. შეიძლება დამატებო კიდევ ორი სიტყვა. რა თქმა უნდა, ბრძანეთ. აი მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ვთქვა რომ აი მელოგინეები, როდესაც გაეწერებიან ბინაზე სამშობიაროდან, შეიძლება მოგვიანებით დაეწყოთ ცხელება. ეს არ ნიშნავს რომ ის აუცილებლად მშობიარობის შემდგომი გართულებაა. ნამშობიარებს ზოგჯერ ეწყება მანიფესტაცია თავისი ქრონიკული დაავადების, ან შეიძლება სულაც არ იყოს დაავადება, მაგრამ ვლინდება დაავადება. ასეთი დაავადებებია ტუბერკულოზი, ლიმფოპროლიფერაციული დაავადება, სისტემური დაავადებები. ამიტომ მე ურჩევ ასეთ პაციენტებს აუცილებლად მოგმართონ ჩვენ, სადაც არის ერთობლივი მიდგომა პაციენტისადმი, თერაპევტი იქ არის, გინეკოლოგი იქ არის, ქირურგი იქ არის, რომ დროულად ერთობლივად გადაწყდეს დიაგნოზის საკითხი, რაც მთავარი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პაციენტისათვის, რათა პროცესი არ პროგრესირებდეს, დროულად დაისვას დიაგნოზი და დროულად დაიწყოს მკურნალობა. სამშობიარო ამას ვერ შეძლებს. როგორც წესი მიმართავენ სამშობიაროს პირველ რიგში. და ეს არასწორია. ანუ მშობიარობის შემდგომ თუ აქვს გართულება თუ აქვს როცა იწყება დიახ მოგვიანებით და ეს შემდეგ ამასთან შეგვება არ არის საჭირო რა არავითარ შემთხვევაში ეს სასიცოცხლო ძალიან სახიფათოა ჩვენ არ ვიცით დიაგნოზი პირველ რიგში უნდა დაისვას დიაგნოზი და შემდეგ მკურნალობა რა თქმა უნდა და ისიც დროულად რაც შეიძლება დროულად ზუსტი დიაგნოზი დიახ რისი შესაძლებლობაც ჩვენთან სრულად არსებობს კი ბატონო და ზუსტად ამისთვის არის თქვენი გაყოფილება რომ მოახდინოს დიფერენციაცია გასაზრდოს რა არის და პრობლემა და მოახდინოს ლიკვიდაცია და კიდევ ერთხელ ესე იგი ბატონო გიორგი ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ და კიდევ სულ საინტერესებს მაყურებელს ჩართულობა პროგრამებში რომ დაზღვევით როგორ მოვიდეს
და კიდევ ერთხელ რომ გავიმეოროთ თქვით, მაგრამ კიდევ ერთხელ და პლუს დავუმატოთ, ანუ ხელმისაწვდომია თუ არა და რამდენად პროგრამაში ჩართული ეს კომპონენტი ერთი და მეორე კიდევ რა სერვისების დამატებას აპირებთ. აი მის შესახებ თუ შეიძლება. კი ბატონო. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობთ, როგორც აღნიშნეთ, სტაციონარ კომპონენტში, ასევე გადაუდებელი ამბულატორიის კომპონენტში. შესაბამისად, ესე იგი, როგორც ეკუთვნის ადამიანს, ხო, ახლა ის დიფერენციული პაკეტები ამოქმედა 1 მაისიდან, ვის როგორც ეკუთვნის დაფინანსება და თანადაფინანსება, იმ პრინციპის გათვალისწინებით შეუძლიათ ჩვენთან მიიღონ მომსახურება. ასევე მუშაობთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებით, კერძოდ ინფექციური პროგრამის მიხედვით, შესაბამისად მათთვისაც მკურნალობა საქართველოს მოქალაქეებისთვის არის ან უფასო, ან თანადაფინანსებით, როგორც ამას ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს. ასევე ჩვენ თანამშრომლობთ სადაზღვევო კომპანიებთან, ვართ სადაზღვევო კომპანია ალფას პროვაიდერი, ასევე GPI ჰოლდინგის პროვაიდერი და შესაბამისად ამ დაზღვევის მქონე პაციენტებსაც შეუძლიათ მოგმართონ თუ იქნება, რა თქმა უნდა, როგორც პროცედურა მოითხოვს შეთანხმებული სადაზღვევო კომპანიასთან. ასევე თანამშრომლობთ სხვა სადაზღვევო კომპანიებთან, თუმცა იქ დაფინანსების პრინციპი განსხვავებულია, როგორც უკვე ერთხელ აღნიშნეთ, ანუ პაციენტი გადაიხდის და შემდგომ ხდება ანაზღაურება სადაზღვევო კომპანიის მიერ. ანუ ნებისმიერ პაციენტს შეუძლია მოსულა და სრულად ხელმისაწვდომი და ზოგადად პასებიც ალბათ რაც არის რესპუბლიკაში მასზე ნაკლები კიდე. პასები არის საკმაოდ მისაღები, ზომიერი და ძალიან მინიმალური. ნამდვილად მინიმალური. ხო, რა ჩვენ კიდევ ერთხელ დავნიშნათ რომ ყველა სფეროში თან. კარგია როცა იხსნება ახალი კლინიკა, კარგია ეს ლამაზია ყველაფერი, მაგრამ ეს იწვევს განცდას რომ მიუწვდომელია. ანუ ეს უნდა გავუსვათ ხაზი რომ არ არის მიუწვდომელი, ეს არის სხვებთან შედარებით კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და ყველანაირი ჯანდაცვის სისტემის დაფინანსება მოქმედებს თქვენთან წარმატებულად. ჩვენ ორიენტირებული ვართ ზუსტად სახელმწიფო დაზღვევის, ანუ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე, ასევე ვერტიკალურ პროგრამებზე, შესაბამისად ჩვენი ძირითადი კონტინგენტი ზუსტად ეს პაციენტები არიან. მეტწილად შესაბამისად ის სახელმწიფოსთვის რაც მომსახურებასაც ვეწევით ჩვენ ამ პროგრამების ფარგლებში, ასევე შეუძლია მიიღოს, თქვათ, უცხო ქვეყნის მოქალაქემაც და მათთვისაც მისაღები პასებია. ერთი მნიშვნელოვანი ძალიან დავამატო. როდესაც ჩვენ ჩამოთვალეთ ის სერვისები, რომელსაც ჩვენ ვაწოდებთ, ან როგორ ბავშვებს ვემსახურებთ, როგორ პაციენტებს, შეიძლება მშობლისგან ესეთი როგორ შეიძლება ვთქვათ, წითელა და სხვა რომელიმე გადამდები ინფექცია ერთად მოთავსეს. ჩვენი კლინიკის ერთ-ერთი მთავარი ღირსება ეს სავენტილაციო სისტემაა. მინდა გითხრათ, რომ ის სრულად საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს და ყველა საერთაშორისო ექსპერტების მიერ მაღალი დონის კლინიკად იქნა მიმართულებით შეფასებული. იმდენად იზოლირებულები არიან პაციენტები ერთმანეთისგან, ცალკე შესასვლელი, ცალკე ბუქსირებული თავისი შლუზით, რომ პრაქტიკულად შეხება პაციენტებს ერთმანეთთან, არ აქვს სხვადასხვა გადამდები დაავადებით პაციენტებს. ასე რომ არანაირი საშიშროება მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ფართო პროფილის მიმწოდებლები ვართ. ანუ მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული კონტინგენტი ეს არ არის, არ ნიშნავს, რომ ერთ პაციენტს საფრთხე ემუქრება მეორეს არა. დიახ, მაქსიმალურად ჰოსპიტალური ინფექციების თავიდან აცილების მაქსიმალური ღონისძიებებია გათვალისწინებული, როდესაც ყველაფერი ეს ორგანიზდებოდა ტექნიკურად შესრულებადია. ტექნიკურად შესრულებადია, დიახ. ნუ ძალიან კაი, ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს. ჩვენი გადაცემის დროს საბჭოთა თითქმის ამოიწურა და თითო ყველა გაყოფილებიდან რომ ქირურგიდან დავიწყოთ, აი თქვენ რა გეგმები გაქვთ რას სთავაზობთ მაყურებელს რომ კიდე შევაჯამოთ და ქირურგიული დეპარტამენტი რაც არის ახლა ნაფიქრალია რომ გაფართოვდეს რომ ჩაერთოს სხვა გადაუდებელი ქირურგიის პროფილის ავადმყოფების მიღება მოხდეს გაფართოვება შეიძლება მოხდეს ანგიოლოგიური ქირურგიული თვალსაზრისით არის ეს დაგეგმილი და აი და გარდა ამისა ზოგადი ქირურგია და ჩირკოვანი ქირურგია ჩვეულებრივად ფუნქციონირებს ახლა. ანუ გეგმები გვაქვს და ფართოვდებით ეს რაც შეეხება გინეკოლოგიას, თქვენ მეანობის დამატებას ხო არაპირებთ? ვაპირებთ მეანობის დამატებას, გაფართოებას და შემდეგ უკვე იქნება ერთიანი მეანობა გინეკოლოგია. ორივე ერთად გეკითხოთ, თუმცა დღეისათვის ეს უმძიმესი პაციენტების მისაღებად მზად ხართ. ეს მზათავარ. მშობიარობის შემდგომ ეს ჩვენი ტრადიცია, წლების მანძილზე ამას ვაკეთებდით, უმძიმეს პაციენტებს ვკურნალობდით და ვაგრძელებთ ამჯერადაც ამას.
ძალიან კაი, პედიატრაზე კი ვთქვით, მაგრამ მაინც რა უსურვოთ მაყურებელს და რა დროს მოვიდნენ თქვენთან რომ ну ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ბავშვი ცუდად გახდება, გადაუდებელი დახმარება იქნება თუ ჰოსპიტალური მომსახურება იქნება და ჩვენც რა თქმა უნდა გაფართოებაზე ვფიქრობთ, ვინაიდან ძალიან რთულია გამონაყრით მიმდინარე სხვადასხვა დაავადებების ინფექციური და არაინფექციური დიფერენცირება, ამიტომ ჩვენ ყველა სპეციალობის ექიმი, არა გვაქვს ვთქვათ ბავშვთა ქირურგია ამ ეტაპზე არა გვაქვს, მაგრამ ბავშვთა ქირურგის 24 საათიანი მომსახურება, სხვადასხვა სპეციალობის ჰემატოლოგის, ალერგოლოგის, დერმატოლოგის 24 საათიანი მომსახურების რეჟიმი გვაქვს კონსულტანტების და საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ბავშვთა ქირურგიის სერვისი სრულად დაემატოს. ეს ვიქნებით მოსახლეობაზე ორიენტირებული, რაც დაჭირდებათ მოსახლეობას, იმის მიხედვით ჩვენ სრულ სერვისს მივაწოდებთ. და ბოლოს ისე პათოლოგიურად თქვენ შეაჯამეთ და ზოგადად კლინიკის გეგმები, რაც არის წარმოვიდგინეთ, ის სიუჟეტიც ქონდა, ვანახეთ მაყურებელს, შეაჯამეთ და ამით როგორც ცნობილი არის და როგორც მაყურებელმაც დაინახა, ჩვენ გვაქვს ის ტრადიციული მიმართულებები, რაზეც დღეს ქონდა საუბარი, რომლებიც შევინარჩუნეთ, გავაძლიერეთ და ასევე მერგავთ ახალ სერვისებს. წლის ბოლომდე გეგმავთ ასევე ენდოვასკულარული ქირურგიის დანერგვას, ასევე როგორც ქალბატონმა მალვინამ აღნიშნა, პედიატრიული ქირურგიის დანერგვას და იმედი გვაქვს, რომ ეს ამ სიახლეებით შევხვდებით უკვე მომდევნო წელს. ძალიან სასიამოვნო ყოველთვის როცა ახალი კლინიკა იხსნება, ახალი შემართებით, ძველი, მაგრამ განახლებული და გაათმაგებული ენთუზიაზმით, მე მაყურებს შევახსენებთ, რომ ჩვენი სტუმრები იყვნენ აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის მრავალპროფილური კლინიკის გინეკოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი ქალბატონი ლუიზა მგალობიშვილი, კლინიკური დირექტორი ბატონი გიორგი ლობჟანიძე, ქალბატონი მალვინა ჯავახაძე, მედიცინის მეცნიერება და დოქტორი პროფესორი, სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ბატონი ერეკლე გოცაძე, მედიცინის დოქტორი, ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მე იმეც ვიტყოდი, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება და კიდევ არაერთ სიახლეს ვუამბობ ჩვენ მაყურებელს თქვენი კლინიკის შესახებ. ჩვენ კი სარეკლამო ჭრის შემდეგ დაბრუნდებით განაცემის მეოთხე ბლოკით. არ გადართოთ, რეკლამა მალე გაივლის. სანდომის უგემრიელესი ტკბილეული, მზრუნველი დედის არჩევანი. იპოვე